ძისა და დასული საწმიდისათა ჩვენთან არსებენ ქრისტეს მიერ სავალალო მამამო დედას წყალთა დანა ყველას გილოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეულ დღესასწაულს საქართველოში ქრისტეს სახალების პირველი ხადაგებლის ღვთისმშობლის მიერ წარმოსავლის თავისი ხელმძღვანელი ხატი შემომძალებული მოციქულის რომელსაც სახალება პირველ წოდებულს უწოდებს პირველ წოდებული ანდრია მოციქულის ხსენებას უპირველეს ყოვლისა ეს არის 12-თაგანი მოციქული პეტრეს ძმა რომელმაც იოანე ღვთისმეტყველთან ერთად პირველმა აღიარა იესო ქრისტე როგორც მესია პირველი მივიდა მასთან პირველმა გამართა მასთან საუბარი და შემდეგ მიიყვანა თავისი ძმა პეტრე განსაკუთრებულია ამ მოციქულის მნიშვნელობა და ეს რომ ასეა იქიდან ჩანს რომ ღვთისმშობლის სილყვეთ ქვეყანაში ამ ქვეყანაში რომელიც მერტმა თავის დედას ჩააბარა ანუ ეს ნიშნავს რომ განსაკუთრებული დავალება მიეცა ღვთისმშობლის სილყვეთ ერს ჩვენს ერს საქართველოს ღვთისმშობლის მფარველობა ნიშნავს არა მარტო შეწევრას არა მარტო დიდ წყალობას და პატივს ამავე დროს ნიშნავს რომ ეს ერი უნდა ბაძავდეს თავის ღვთივ დადგენილ წინამძღვარს და ღირსი უნდა იყოს ამ წყალობისა ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და მადლობა ღმერთს 2000 წელია საქართველოს გაამართლა აი ის ნდობა რომელიც მას გამოეცხადა დიახ ღვთისმშობლის სილყვეტი ერის პასუხისმგებლობა ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა ურყევი შეურყეველი სიმტკიცე სარწმუნოებრივი და ეს არის მთელი ჩვენი ისტორია როგორც წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე ბრძანებს ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის აი ეს არის საქართველოს ისტორია ეს არის ჩვენი სულისკვეთება რომელიც იყო არის და იქნება მარადის და რის გამოც სწორედ ღვთისმშობელი დაგვიდგინა უფალმა რომ ჩვენ ეს ერთგულება უფლისადმი მისი სარწმუნოებისადმი გამოგვეჩინა და აი ასეთი მისიის ასეთი ერის ქრისტეს გზაზე დადგინება 12 მოციქულიდან დაევალა ანდრია პირველწოდებულს ამიტომ დიდია მისი მნიშვნელობა როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და განსაკუთრებით ჩვენი ეკლესიისათვის წელს უпроსორეთ მომავალ წელს ჩვენ აღნიშნავ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს ეს არის დაგვირგვინება იმ სამოციქულო მსახურებისა რომელიც ანდრიამ დაიწყო პირველ საუკუნეში დაგვირგვინა წმინდა ნინო ამიტომ წელს ჩვენ როგორც ეკლესია ასევე ხელისუფლება ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებით ვეცადებით ამ დღესასწაულისთვის რადგანაც ჩვენ გვმართებს მადლიერება ღვთისადმი ღვთისმშობლისადმი ჩვენი ზეციური მფარველებისადმი დიდი მამამისშობლისადმი რომელთაც ღირსეულად ატარეს ეს ჯვარი და არა მარტო გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა არამედ
მაგალითები დიდი საცხოვრებისა, დიდი სულიერებისა, დიდი კულტურისა, მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურში შეიტანეს ეს მაგალითები და მომავალი წელი ეს არის გახსენება აი ამ ჩვენი დიდი წყალობისა, ღვთისმშობლის წყალობისა და ანდრიას მიროწოდების უდიდესი მნიშვნელობა ჩვენ მას უნდა ვერეწოთ. განსაკუთრებით რომ შევაძლებინოთ ამ წელს არა მარტო გავიხსენოთ ჩვენი წარსული, არამედ აღვადგინოთ ის ტრადიციები, რომელსაც ბოლო საუკუნეებში სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ხელი ეშლებოდა და რომლის აღდგენას მიმდინარეობს აგრეთვე ნახევარი საუკუნეა, თუმცა ადვილი არ არის ის, რაც მრავალი საუკუნე ითვლებოდა ნახევარ საუკუნეში ეს ყველაფერი ადვილი არ არის, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ეკლესიური ცხოვრების, სულიერი ცხოვრების აღდგენისათვის და შორს არ არის ის დღე, როდესაც დედა ეკლესიის სიალის სისავსე იქნება ერთი დაპირითა და ერთი დაკუჩითა მადიდებელი ღვთისა და აი სწორედ ეს დღესასწაული იქნება უდიდესი საფეხური, უდიდესი საშუალება აი ამ ერის სულიერი გაჯანსაღებისა, სულიერი გამძლეარებისა საქართველოს უნდა გამძლეარდეს ჯერ სულიერად და შემდეგ ტერიტორიულად და ეს აუცილებლად მოხდება ჩვენ ამის ღრმად წამს უფალი მოგვანიჭებს ამ წყალობას მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთსულოვანი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ღვთის დახმარება არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ადამიანი როგორი კეთილიც არ უნდა იყოს მისი სურვილები თუ ღვთის მადლი თუ ღვთის შეწევნა არ ახლავს თან მის შრომას, მის აი ამ ძიებას, შემოქმედებას შეუძლებელია რომ ბოლომდე ადამიანმა მიიღოს ეს გააგვირგვინოს ეს ყველაფერი. ასე რომ აი სწორედ ღვთის მადლში გამძლეარება გაგვაძლიერებს, დაგვაძლევინებს იმ სხვადასხვა ჩვენ შორის არსებულ განსხვავებულ შეხედულებებს ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული შეხედულებები და ეს ამაში ეს მხოლოდ კარგია რომ ჩვენ გავამდიდროთ ერთმანეთი მაგრამ როდესაც განსხვავებული შეხედულების გამო ადამიანებს შორის იკარგება პატივისცემა, იკარგება სიყვარული ასეთ განსხვავებულ აზრს უკვე აღარ აქვს ფასი. ამიტომ და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ღვთის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ძლიერთ ჩვენს ადამიანურ სიზუსტეს, განკითხვას, რისხანებას, სიძულვილს. აი რატომ არის რომ ეს ჯერ კიდევ ჩვენს ცხოვრებაში არის ამის მაგალითები, გამოვლინება ამისა. ამიტომ მხოლოდ უფლის მადლით, მხოლოდ უფალთან კავშირით მოხდება ჩვენი ურთიერთსიყვარულის აღდგენა, დამშვიდება, გამძლეარება. ამიტომ აი მომავალი წელი ეს არის დედა ეკლესიის სიაში დაბრუნების წელი უნდა დაიწყოს ესეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერმა რომ ყოველი ართმანებელი უნდა იყოს ჭეშმარიტი ამსარებელი და ყველა იმ პრობლემას რომელიც ეს არის ეშველება, მოევლება ჩვენ შევძლებთ მოვნახოთ საერთო ენა და ერთობლივად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვაშენოთ ჩვენი სულიერი ტაძრები და შემდეგ აშენდება ასევე ხილული ტაძრების და ქვეყანას აშენდება. ეს არის ასევე დიდი მეფის ვახტანგ გორგასალის ხსენება. შემთხვევითი არ არის რომ საქართველოს ეკლესიამ სწორედ ანდრია მიროწოდებულის დღეს დააწესა ვახტანგ გორგასალის ხსენება. რატომ? იმიტომ რომ ის რაც დაიწყო, ანუ დააფუძნება ეკლესიისა დაიწყო ანდრია მიროწოდებულმა, აი ამ დაფუძნებული ეკლესიის
სრულყოფის საფეხურზე მწვერვალზე აყვანა და აგვირგვინა ვახტანგ გორგასალმა. მან საქართველოს ეკლესიას მოუგუა დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია. ეს ნიშნავს, რომ ის დიდი ძალა მადლი, რომელიც ადრიამ შემოიტანა, სრულ იქნა და ეს შეძლო დიდმა მეფემ ვახტანგ გორგასალმა, რომელიც იყო არა მარტო დიდი მეფე, დიდი პოლიტიკოსი, დიდი მხედართმთავარი, არამედ ის იყო ღრმად მორწმუნე ადამიანი და არა მარტო პოლიტიკური ლიდერი, სულიერი ლიდერიც იყო. მან ავტოკეფალია მოუპოვა ქვეყანას. მან დატოვა ანდერძი, რომელიც ეს აღარ არის მხოლოდ მეფის სიტყვები, ეს სულიერი წინამძღოლის სიტყვებია. მასში როგორც ბიბლიურ წინამძღოლებში გაერთიანდა სასულიერო და საერო ხელისუფლება. ასევე იყო დავით, ასევე იყო თამარი. აი, როდესაც დიდ სულიერ სიმაღლეს აღწევს ხელისუფალი, მას აქვს უფლება, რომ ის იყოს ასევე სულიერი წინამძღოლი და ასრულებს სულიერი წინამძღოლს. საოცარი ანდერძი დაუტოვა ვახტანგ გორგასალმა. მან ბრძანა თავის ანდერძში ამასთან გავხსნეთ თქვენ, რათა მტკიცებას გეს სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ ქრისტესადმი სიკვდილსა, რათა არადიული დიდება მოიგოს. აი, ეს არის ჩვენი წამსი, ჩვენი ერის, რამაც გადაგვარჩინა ჩვენ. აი, ესეთი მეფეები ყავდა ჩვენ და შევხვდით ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, თამაშს, აი ამ დიდი ჩვენი საერო ხელისუფლების წინამძღოლობის ლოცვით, რომ ჩვენი საერო ხელისუფლება ასევე, რომელიც პატრიარქის წინამძღოლობით უკვე ბოლო ათეული წლებია უბრუნდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რომ არა მარტო დაუბრუნდეს, არამედ აი ლიდერის როლი შეასრულოს, როგორცაც სულიერი ლიდერის როლი, რომელსაც ასრულებენ ჩვენი დიდი მეფეები და დედოფლები. და მე დარწმუნებულია, რომ ეს ასე იქნება და მეფმა დაუწოს ჩვენი ერი, მეფმა დაუწოს ჩვენი სასულიერო დასი, ჩვენი საერო დასი, ყველა დაგუწოს მეფმა ჩვენი საყვარელი პატრიარქის გეგზელობით, წინამძღოლობით და ლოცვით, რომელმაც შეძლო აი ხისგან დაშორებული ერის, სულიერად ძალიან დასუსტებული ერის ხანდახან გაჯანსაღება და დედა ეკლესიაში დაბრუნება. დღეს ამის კიდევ ერთი დასტური გვაქვს, ის რომ დღეს იკითხა ორი ახალი შეემატა სამღვდელოებას, ახალი მოძღვარი, ერი, ბაბა ირინეოსი, მეფმა დაუწოს იგი და შეემატა პატრიარქ დას იაკანი ილია, მეფმა დაუწოს ბაბა ირინეოს, ეს არის არა მარტო ჩვენი ეპარქიის, ეს არის სრულიად საქართველოს ეკლესიის გამდიდრება და ბოლოს ეს არის ჩვენი ტაძრის დღესასწაული. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის, რომ ჭიათურაში მრავალი წლით ადრე სანამ ეს მშენებლობა დაიწყებოდა, მეუფე კონსტანტინეს დროს იყო უკვე ეს ჩანაფიქრი, რომელიც მე არ ვიცნობ. მერე გავიგე, როცა ტაძრის ესე იგი უკვე გადაწყდა, საძირკველი გაიხარა ანდრია პირველწოდებულის სახელზე, მერე გავიგე, რომ თურმე მეუფე კონსტანტინესაც ეს ნიშნავს, რომ ვერც უნდოდა, რომ აქ ანდრია პირველწოდებულის ტაძარი ყოფილიყო და ეს კიდე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეპარქიას განსაკუთრებული ვალდებულება აქვს, რომ იყოს 60 კლუბ მსახურებაში და მე ვიტყვი, რომ ჩვენი სამშობლოება ამას ასრულებს და ჩვენი მრევლის მონაწილეობს ამაში და ჭიათურაში გვაქვს ანდრია პირველწოდებულის საკათედრო ტაძარი, ხოლო საჩხერეში წმინდანი მოსახლე. ანდრია და ნინო ლოცავენ და შეგვიძლებინოს ჩვენ ეპარქიას, რომ მართლაც ვიყოთ 60 კლუბ მსახურებაში, როგორც სასულიერო, ისე საერო დასი. ყველას გილოცავ გემოვნებულ დღეს. იხარო და იგრძელე მრავალ სახელოსა, მრავალ ჟამბო. ჩვენთან არს და